შავთელი, ჩემი მოძღვარი. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. თურმე გიორგი მეფეს ადრევე დაუწყია ზრუნვა ქართველთა მეფეთ ჩემი კურთხევისა. უფიქრია, კარგად დაუგეგმია. დემნა უფლისწულის აღზრდა უკისრია ივანე ამირსპასალარსა. ზრუნვა ევალებოდა ვიდრე დემნა შეიქმნებოდა სრული ასაკისა 25-ისა. მანამდე ქართველთა მეფეთ გიორგის აკურთხებდნენ. გვეგონა ვიდრე დემნა გაიზრდებოდა, იმეფებდა გიორგი, მერე დემნა უფლისწულს აკურთხებდნენ ვითა მეფეს ქართველთა. გიორგი მეფემ მოიწვია მოძღვარი. უნდა ეზრუნა აღზარდა მემკვიდრისა. ძე არა მყავსო, არინება უფალმა. ასული იქნება მემკვიდრე მეფე ქართველთა. მინდა თამარი თავიდანვე ვითა მეფე გაიზარდოსო. ჩემივე მოძღვარი ქართველი მოაზროვნის და მწიგნობარის მოდრეკილის ჩამომავალი, დიდი მოამაგე, ქომაგი ქვეყნისა დიდი იოანე შავთელი. თურმე მამა იოანეს ერისკაცობაში დავითირქმევია. მოძღვარი ქომაგი იყო ქართული ენისა. უყვარდა პოეზია. წერდა ლექსებსა. მამა იოანე შავთელმა კარგად იცოდა სპარსული. იცნობდა მათ შრომებსა. იცნობდა ელინთა კულტურასა. იცოდა 6 ენა. იცნობდა რომაელთა ისტორიასა და მათსავე კულტურასა. იცნობდა დიონისე არიოპაგელის შემოქმედებასა. ძველი ბერძნული და სპარსული ენიდან თარგმნიდა რობაიებსა. ელინთა შრომებსა. ვიზრდებოდი საფარასა. დიდი შავთელი იყო ხერთვისის ციხესა. მივყავდი მამი და რუსუდანსა. მთელი დღე ვრჩებოდი მოძღვართანა. მამა მოდიოდა საფარასა. მეკითხებოდა მოძღვარის ამბავსა. მეუბნებოდა, მოძღვარი დიდი კაცია. მისი გაზრდილი პატარა ვერ დარჩება. ეცადე ბევრი ისწავლო.